მთავრობის დადგენილებით 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. 2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია. როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში? მანჩიკაბელია მოგყვება. პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის. მთავრობის დადგენილებით ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოშიც მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება. 2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ანუ ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ. კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. Vivo Medical ჯგუფის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სტანდარტების ანალიზი და შესაბამისობის ფაზა დასრულებულია. ოქტომბრიდან განხორციელების ეტაპი იწყება. ჰოლდინგში ფიქრობენ, რომ აკრედიტაციის დასრულებას 1 წელიწადში შეძლებენ. სისტემების შექმნის კუთხით ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. 1 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით შევძლებთ, რომ ის აუცილებელი და საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რასაც სტანდარტი გთხოვს. პაციენტი გაუმჯობესებას იგრძნობს როგორც კლინიკური თვალსაზრისით, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ორგანიზაცია ხდება უფრო მაღალხარისხიანი, უფრო პაციენტ-ცენტრული. საერთაშორისო აკრედიტაცია ქვეყანაში კლინიკების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს. მათ შორის არის გაგუა საავადმყოფო, რომელმაც წელს სერტიფიკატი უკვე მეორე დაიღო. მენეჯმენტი ამბობს, რომ 5 სტანდარტი, რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანელობენ როგორც პაციენტთა უსაფრთხოების, ასევე კლინიკის გამართული ფუნქციონირების ერთგვარი გარანტია. აკვირდებიან და უყურებენ პროცესებს, როგორ ვითარდება კლინიკა, როგორ აუმჯობესებს მის ხარისხს და როგორ პოულობს იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება იყოს მუშაობის პროცესში, შესაბამისად რაღაც კაცრი, განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელიც თქვათ 1-2 წლის ვადაში შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს დაწესებულებამ, ასეთი არ მგონია იყოს. ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ჩვენი კლინიკის ფუნქციონირება ევროპულ სტანდარტებს და ახალ რელსებზე გადავედით. იქიდან გამომდინარე, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, არის მუდმივი განახლების და განვითარების გზა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნა. აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის აუცილებელი პირობა ხდება. უწყებაში ამბობენ, რომ ამისთვის მზადება დაწყებულია სახელმწიფო კლინიკებშიც. თავარი მოლოდინი ისევ და ისევ არის ის, რომ მოქალაქეებს კონდეთ რწმუნებულება იმისი, რომ ეს კლინიკა არის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და იქ გაწეული სამედიცინო სერვისი ნამდვილად არის შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციებთან, როგორც კლინიკური პრაქტიკის, ასევე მენეჯმენტის და მთელი რიგი სხვა პროცესების კუთხით. და მეორეც საქართველოში კლინიკების ის ნაწილი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, რა თქმა უნდა, უკვე გახდება მიმზიდველი მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებისთვისაც და მოსალოდნელია, რომ ამან ხელი შეუწყოს სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული 5 საერთაშორისო კომპანიიდან შეუძლიათ. აკრედიტაციის ჩაბარების ბოლო ვადა 2025 წლის 1 იანვრით განისაზღვრა. გაინტერესებთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პირობები, ეტაპები და ყველა დეტალი, რაც აკრედიტაციის პროცესს უკავშირდება. მინდათ შეიტყოთ აკრედიტაციის საბოლოო ფასი და დაადგინოთ გადახდის პირობები. მაშინ ყურადღებით.